ქართული ოცნების რუსული ინტერესების შესახებ საკითხი იყო ერთ-ერთი განხილვის თემა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, რომლის შესახებაც კოლეგებთან ღიად ისაუბრა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა. ის იხსენებს გასული წლის მოვლენებს და ამბობს, რომ სწორედ საქართველოს მთავრობამ მისივე შეფასებით მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯები და მისივე თქმით, როგორც სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, ეს ნაბიჯები მოსკოვის ინტერესებს სრულად შეესაბამება. ჯინ შაჰინი აქ გულისხმობს მაგალითად ირაკლი კობახიძის განცხადებას, როდესაც მათ უარი თქვეს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებაზე, მოლაპარაკებების გახსნაზე, მათ შორის ისაუბრობს რეპრესიული კანონების მიღებაზე, სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შეზღუდვაზე და ხაზს უსვამს, რომ ახლა ამ რეპრესიული კანონების ფონზე სამოქალაქო საზოგადოების წევრებს უწევთ მუშაობა რისკის ფასად და ის აცხადებს აქვე, რომ ეს სწორედ რუსულ ინტერესებზე მიანიშნებს. ვნახოთ რა განცხადება გააკეთა სენატორმა სენატში. გასულ წელს საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა. მან რეპრესიული კანონები მიიღო. მან ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების შესახებ საქართველოს კონსტიტუციის განსაზღვრულ პირობაზე უარი თქვა. მან სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღო და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები დააკავა. აღნიშნული ნაბიჯები მოსკოვის ინტერესებს სრულად შეესაბამება. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, მათ შორის ნინო დოლიძე, დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის დემოკრატიის ჯილდოს მფლობელი, ძირითადი უფლებების დასაცავად პირადი რისკის ფასად მუშაობენ. მათი ბრძოლა ფართო გლობალური წინააღმდეგობის ნაწილია. სენატორი შაჰინის ეს მწვავე შეფასებები დროში ემთხვევა ირაკლი კობახიძის ვიზიტს თურქმენეთში, სადაც საზოგადოებამ იხილა, რომ ის იმყოფებოდა ამ აღნიშნულ ფორუმზე ვლადიმერ პუტინის გვერდით და სწორედ ამ ფორუმზე პოლიტიკის ექსპერტები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ამ ფორუმზე ირაკლი კობახიძე შეეძლო გამოეხატა პროტესტი როგორც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერის მიმართ, თუმცა როდესაც ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოდიოდა და ირაკლი კობახიძე გულდასმით უსმენდა მის სიტყვით გამოსვლას და მას არ გამოუხატავს რაღაც ტიპის პროტესტი მის მიმართ. მის გვერდით გამოჩენა ირაკლი კობახიძის ეს პოლიტიკის ექსპერტებისთვის და პოლიტიკოსებისთვის ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ახლა ვიზუალურადაც დაადასტურა ქართულმა ოცნებამ, რომ ის ატარებს რუსულ ინტერესებს, ასეთია როგორც პოლიტიკოსების, ასევე ექსპერტების შეფასება. ირაკლი კობახიძის საერთო ფოტო პუტინთან და მისი სიტყვის მოსმენა, მაშინ როდესაც მისი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, მე ვფიქრობ, არის იმ განაცხადის გაგრძელება, რის შესახებაც დასავლეთში ყველამ კარგად იცოდა და ყველამ კარგად ნახა ჯერ კიდევ ირანში მისი ვიზიტისას. შესაბამისად არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაც სიურპრიზი ყოფილიყო ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, თუმცა კიდევ უფრო მეტი ვიზუალი, ასე რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, აჩვენებს იმას, რომ ვისთან ერთად დგას და რომელ კლუბში ირაკლი კობახიძე, მით უფრო, როდესაც ის ღიად თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ფონზე, როდესაც დასავლური სამყარო ფაქტობრივად მოწყვეტილი არის საქართველოს, რა თქმა უნდა, მსგავსი ვიზიტები და მსგავსი ფორმატებში შეხვედრები არ იქნება როგორც კობახიძის და ოცნების მხრიდან, როგორც კიდევ ერთი განცხადება, რომ ისინი უფრო, რა თქმა უნდა, უკვე მიმართული არიან ავტორიტარული სამყაროს ბანაკისკენ და არა დასავლური სამყაროსკენ. გარდა ამისა, ძალიან ნიშნულოვანია, რომ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ ნეიტრალიტეტი არის გარანტი ფაქტობრივად მეზობელი ქვეყნების მშვიდობის და არ დააყოვნა, რა თქმა უნდა, ოცნების განცხადებას, რომ თურმე იქ წყდება საქართველოს ბედი, ეს რა თქმა უნდა კობახიძის დასწრება აღნიშნულ ფორუმზე ნათლად ადასტურებს, თუ სად იმყოფება საქართველოს დღევანდელ ეტაპზე. კობახიძეს არანაირი პროტესტი არ გაუჩნდა, როდესაც ვლადიმერ პუტინი გამოდიოდა სიტყვით. წესით მაშინ მას დაეტოვებინა დარბაზი პროტესტის ნიშნად. ეს არის რაღაც ეგეთი დიპლომატიური დემარში, როდესაც სხვადასხვა სახელმწიფოები ახორციელებენ აღნიშნულ დემარშს, მაგრამ კობახიძეს არ გაუკეთებია, პირიქით ყურადღებით უსმენდა პუტინს. რა დიპლომატიური ინტერესი ჰქონდა საქართველოს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩასულიყო იმ ფორუმზე, დასწრებოდა ფორუმს, სადაც ასევე იმყოფებოდა ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი ვლადიმერ პუტინი და მის გვერდით ყოფილიყო. ახლა ამ კითხვებზე აქვს გასაცემი პასუხები ირაკლი კობახიძეს და საინტერესოა დღის განმავლობაში გაბედავს თუ არა ქართული ოცნება ამ კრიტიკულ კითხვებს უპასუხოს.